დარწმუნებული ვარ, ბევრჯერ ვნახავთ კიდევ. ორივე ძალიან მაგარი ბიჭია, მადლობა ბრძოლებს. წარმოგიდგენთ მეოთხე დაპირისპირებას. მოკრივე ლურჯი კუთხიდან. მე ვფიქრობ, ნელ-ნელა ხურდება ბრძოლა, ტემპი იწევა და ნახავთ საინტერესო დაპირისპირებებს. ახლა კი რინგზე ამირან აბულაძე, საკმაოდ გამოცდილი მოკრივე, ვარიანის კრივის სკოლის აღზრდილი, ხედავთ მას გამოდის რინგზე, ხოლო მის წინააღმდეგ ჩვენ ვიხილავთ დებიუტანტ მებრძოლს. უნდა ითქვას, რომ დებიუტანტი მებრძოლები ყოველთვის გამოირჩევიან ხოლმე გაცილებით უფრო მეტი მონდომებით, შემართებით, ინტენსიურად იწყებენ ბრძოლებს. გუდიანი თიმის წარმომადგენელი დავით მუშკუდიანი, ლევან ციკლაური, მისი მწვრთნელი, ყველასათვის კარგად ნაცნობი მოკრივე. დავით მუშკუდიანი, სადებიუტო ორთაბრძოლა. პროფესიონალური კრივის რინგზე. ორივესთვის დებიუტია? არა, აბულაძეს აქვს გამართული ბრძოლა. ძალიან გამოცდილი მოკრივეა სამაგიეროდ ლევან ციკლაური, მისი გუნდის წევრიც გახლავთ სწორედ მუშკუდიანი, დარწმუნებული ვარ. ძალიან კარგ დარიგებებს მისცემდა აი ამ ბრძოლის წინ. და ვნახოთ რინგზე როგორ გარდაისახება ეს ყველაფერი. მე პირადად არ მაქვს ნანახი მუშკუდიანის ბრძოლები და ისევე როგორც არავის, რადგან სადებიუტო ბრძოლაა და ძალიან მაინტერესებს, რაც შემოგთავაზებს დღეს იგი რინგზე. ჩემთვის ორივე სპორტსმენი უცხოა. დღეს გავიცნობ, ნახოთ როგორ გამაცნობენ თავს. ამდენად დაგვამახსოვრებენ თავს ჩვენ და ქართული კრივის კომიტეტს. მუშკუდიანს მოძრაობებზე, დარტყმებზე ეტყობა, რომ გამოცდილება კი. თავდაჯერებულია რინგზე. ქუჩიდან მოსულ მოკრივეს არ გავს ნამდვილად. დარტყმა ფაქტიურად ჯერ არ ყოფილა, თუმცა რაღაცა ეს ტაქტიკური თუ ფსიქოლოგიური ბრძოლა მიდის ჯერ რინგზე. მუშკუდიანი უფრო დალაგებულია, მე ვფიქრობ ამ ბრძოლისთვის. კარგად შეტევა იყო, თავი მუცელი, მშვენიერი, მუცელი ზუსტი დარტყმა იყო. აბულაძეს გაუცდა დარტყმა, მერე დააპირა, მაგრამ არ გაუშვა არა და მე მგონი ჯობდა გაეშვა ის მარჯვენა ხელი. მგონი ტრავმა აქვს. აბულაძეს ჩერდება დაინდო, სხვათა შორის მეტოქემ ყველა მოკრივემ უნდა იცოდეს, აი ესეთ დროს გაჩერება, სანამ საჯი სტოპს არ გეტყვის, რაც არ უნდა რამე გეტკინოს, არის ძალიან საშიში და სახიფათო, იმიტომ რომ მეტოქემ შეიძლება ისეთ დარტყმა მოგაყენოს და ვერ შეედავები, იმიტომ რომ უკვე ბრძოლის გაგრძელებას ვერ ახერხებ, მუხლი უნდა დადო რინგზე. და ძალიან ხშირად უშვებენ ხოლმე ამ შეცდომას ქართველი მოკრივეები, მინდა ვთქვა და ვინც ახლა უსმენს აი ამას, ესეთი რამე არ გააკეთონ, რომ ხელები ჩამოუშვან, სანამ საჯი არ შეაჩერებს ბრძოლას. გაბრაზდი ამირან, გვესმის კუთხის ძახილი. ნახოთ, ვინ უფრო გაბრაზდება ამ ბრძოლაში. აი კვლავ კარგი დარტყმა მუშკუდიანისგან. მუშკუდიანი უფრო გაბრაზებული ჩანს და მონდომებული ჩემი აზრით. კი, ნამდვილად მუშკუდიანი ჯობია, მაგრამ ახლა ჯები კარგი, კი. ნუ, აქაც ჩემი აზრით იგივე სიტუაციას და აი კვლავ ნახეთ. იგივე სიტუაციასთან გვაქვს საქმე, გამოცდილი მოკრივეა, მაგრამ არ ვიცი, ზურგზე იყიდებს ხელს ძალიან უადგილო დროს აბულაძე. ძალიან გამოცდილი მოკრივეა და ხო, შეიძლება დარტყმა გაატაროს და უფრო აქტიურობა მატებს.
თუმცა ნუ პირველი რაუნდია, არ ვიცი, აი ძალიან ინტენსიურად ზუგზეიდებს ხელს. არ ვიცი ეს ჩვევაა თუ ტრავმა აქვს რა. ნახეთ ძალიან კარგი შეტევა მუშკუდიანის. უპირატესობა აქვს აშკარად მოპოვებული ამ რაუნდში მუშკუდიანს. რაც შეეხება აბულაძეს, აი ჩვენ ხედავთ რომ ჩაიმუხლა აშკარად ტრავმასთან გვაქვს საქმე. იმედია შეძლებს ბრძოლის გაგრძელებას. ძალიან მშვიდად გამოიყურება მუშკუდიანის კუთხე. მუშკუდიანის კუთხე კი ბატონო, აკონტროლებენ სიტუაციას, ფაქტიურად ერთი დარტყმის გარდა მეტი არც მიუღია მუშკუდიანს ამ ბრძოლაში, უპირატესობა აქვს, მათ შორის ფსიქოლოგიური. მეტოქის კუთხეში კი რა ხდება, მე მგონი ის უფრო საინტერესოა და სავარაუდოდ მოიხსნა როგორც ჩანს კუთხენ მოხსნა აბულაძე და აი ეს არის დებიუტი, ულოცავთ. დებიუტი შედგა ნამდვილად მართალია ბოლომდე ვერ ვნახეთ მისი შესაძლებლობები, თუმცა ნამდვილად ვერ მოასწრო გახსნა, მე ვფიქრობ. შეიძლება მეტიც ეჩვენებინა. მომავალი ბრძოლებისთვის ინტრიგა რჩება. კი, ერთი რაუნდით ვერაფერს ვერ ვიტყვით მე ბრძოლზე. მარტო მივულოცავთ. წარმატებები მომავალში. წარმატებული დებიუტი მოგებით გახსნა საკმაოდ ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია პროფესიონალური ზოგად განწყობაზეც მოქმედებს შემდეგ ვარჯიშებში და ბრძოლებში. საინტერესოა აბულაძის მდგომარეობა, არ ჩანს ახლა კადრში, იმედია სერიოზული არაფერი არ ჭირს, იმიტომ რომ ზურგზე ტრავმა ცოტა ისეთია და აი ხედავთ რომ მუხლებზე დგას, მე მგონი საერთოდაც ვერ არის კარგ სიტუაციაში. მე ვფიქრობ დაღლილიც არის პლუს ყველაფერთან ერთად. მოკლედ არ არის დღეს მისი დღე. სამწუხაროა, აი ნერვიულობს. თუმცა რას ვისაუბრთ, რინგია, კრივია. წამოდგა ფეხზე ამირან აბულაძე. მოწინააღმდეგის უარის გამო ბრძოლაში გამარჯვება მოიპოვა მოკრივე წითელ კუთხეში დავით მუშკუდიანი. ულოცავთ კიდევ ერთხელ დავით მუშკუდიანს და დაველოდებით მომავალ ორთაბრძოლებში.